ხალბატონო მარიამ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სილამაზეზე, ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე და სწორი თანკბილვა არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის წინაპირობა. მოდით ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რის გამო, რა მიზეზით შეიძლება დაირღვეს აი ეს თანკბილვა. რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი? მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას. პირველი რაც არის ეს გახლავთ გენეტიკური წინასწარ-განწყობა, განსაკუთრებით ორსულობის დროს უნდა მივაქციოთ პირველ ტრიმესტრს და განსაკუთრებით უნდა ვაკონტროლოთ გინეკოლოგთან ერთად, რა თქმა უნდა, რომელი პრეპარატებს იღებს პაციენტი. ანუ ასპირინს ხომ არ იღებს პირველ ტრიმესტრში, ასევე თამბაქოს მოხმარებას ხომ არ აქვს ადგილი, იმიტომ რომ თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაპრალების განვითარება, როგორც მაგარი და რბილი სასის, ასევე ტუჩის ნაპრალის განვითარება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე ხდება სამშობიარო ტრავმები. სამშობიარო ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს სახის ასიმეტრია. საბედნიეროდ დღესდღეობით უკვე ნაკლებად ხვდებით მსგავს პრობლემებს, მაგრამ ძირითადად ამასაც არცებითი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე დაბადების დროს, თუ როგორ ხდება მშობიარობის შემდეგ, როგორ წოვს ბავშვი, როგორ ხდება წოვის აქტის განვითარება, რასთან გვაქვს საქმე, ენის ლაგამი როგორია, პირის სრულფასოვანი შეფასება უნდა მოხდეს, როგორ კიდევ ძუძუს დრილს პირს, შემდეგ როგორ ყალიბდება ყლაპვა, შემდეგ უკვე ვაფიქსირებთ როგორ არის თავი როგორ უდევს ძილის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სულ ერთ მხარეს ხომ არ უდევს ძილის დროს თავი. ამ ყველაფერს სჭირდება კონტროლი, განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ფუნქციებზე. კვეჩის, ღეჭვის, მეტყველების ფუნქციას, რომელიც შემდგომში ძალიან რთულ განვითარებას პოვებს ყვავილთა სისტემის განვითარებაში და პათოლოგიების განვითარებაში. რაც შეეხება მავნე-ჩვევების განვითარებას, აი უკვე ამ პერიოდში უკვე, როდესაც მაწოვარას გახანგრძლივებული გამოყენება, თითის წოვა, მუშტის წოვა, ენის წოვა შეიძლება იყოს დაფიქსირებული და ასე შემდეგ. ეს მავნე-ჩვევები ძირითადად მერე ავითარებს ზედაყბის წინწამოწევას, ქვედაყბის შეწევას, ძილის დროს არასწორ თავის პოზიციას ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ან ნიკაპის ზედმეტად, როდესაც არის გულმკერდისკენ მიმართული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იქნეს გათვალისწინებული და მშობელმა ამ ყველაფერს აქტიურად უნდა მიაქციოს ყურადღება. მე დაუბრუნდები ახალ შობილს. ხელოვნურ თუ ბუნებრივ კვებაზე. დიახ, მეორე შვილი მყავს და ამიტომ მაინტერესებს. ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით, თუმცა პირველი ბუნებრივ კვებაზე იყო. ბუნებრივ კვებასთან, როდესაც არის საუბარი, როგორ კიდევს ბავშვი ძუძუს დრილს პირს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადგილი ხომ არ აქვს წყლაპუნის ხმას, იმიტომ რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მოკლე ლაგმის არსებობას ამ შემთხვევაში და ხელოვნური საკვების დამატებაც ეს უკვე თანამედროვე მედიცინაში არანაირი პრობლემას აღარ იწვევს, წოვის აქტი მთავარია სრულფასოვნად მიმდინარეობდეს და უკვე შემდგომში რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფანტილური ყლაპვიდან, აი როგორ გადავდივართ ჩვენ უკვე სრულფასოვან ყლაპვაზე, ფიზიოლოგიურ ყლაპვაზე როგორ გადადის, იმიტომ რომ ენის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ განვითარდება ყბა. როდესაც ენის ტონუსი არის დაქვეითებული და ენა დევს ფუძეზე, ამ შემთხვევაში ხდება ენის ტონუსის დაქვეითება, აწვება ქვედაყბის მთლიან ყბას, ეს არის კუნთი, ხელწამოსაკრავი არ არის ენა, აწვება და ახდენს ქვედაყბის წყვილთარკალის გაფართოვებას. ჩვენ გვინახავს ადამიანები, რომელთაც აქვთ ქვედაყბა უფრო მასიური და აქ საუბარი არის, როგორც წესი, როდესაც ვნახულობთ უკვე პირის ხროს, ადგილი აქვს ხოლმე ენის ტონუსის დაქვეითებას. ასევე სუნთქვის დარღვევები ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამას, პირღიაობას განსაკუთრებით, იმიტომ რომ პირღიაობა გარდა იმისა, რომ ახდენს ზედაყბის შევიწროებას, ანუ რა ხდება? აუხსნათ სუნთქვარი დარღვეული. როდესაც არის დარღვეული, აი აუხსნათ მაყურებელს რა ხდება ამ დროს. ძილის დროს ბავშვს პირი აქვს ღია, საღეჭი კუნთები აწვევიან ზედაყბას და ამ დროს ენა ჩამოდის ქვემოთ, აწვება ზედაყბას საღეჭი კუნთი და აღარ ახდენს ზედაყბის გაფართოვებას. ანუ ზრდას უშლის ხელს. და ქვედაყბაზე უფრო ხშირად ადევს ენა ფუძეზე და ახდენს ქვედაყბის კულთარკალის გაფართოებას და ზედაყბის შევიწროვება ხდება. გარდა იმისა, რომ ყბების განვითარება შეფერხებულია და არასწორად მიმდინარეობს, ასევე სახის კუნთებზე ახდენს ზეგავლენას და მოკლდება ზედატუჩი და ეს კიდევ ცალკე სხვა ესთეტიურ პრობლემებს იწვევს შემდგომში. ამიტომ აი ესეთ ნიუანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით სუნთქვას, იმიტომ რომ აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ზედაყბის
განივიზრდა 13 წლამდე ახდენს დასრულებას და ჩვენ თუ თავიდანვე არ მივაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება, შეიძლება 12-13 წელი მკურნალობისთვის უკვე დაგვიანებული იყოს მხოლოდ ორთოდონტიული შემთხვევისთვის და უკვე საჭირო გახდეს უკვე ორთოგნათიური ქირურგიის ჩარევა. რა გართულებები მოყვება ამას? არის თუ არა რაღაც გარკვეული დაავადებები, რომელიც სწორედ რომ აი არასწორი თანგბილვის შედეგად შეიძლება განვითარდეს. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ჩვენ პირველი ორგანო ეს არის პირისღრუ და როგორც პირისღრუდან იწყება, ასევე სომატური დაავადებების 80% გამოვლინდება პირისღრუში. ესეც უნდა აღვნიშნოთ, ხო? და პირისღრუს ჯანმრთელობას განსაზღვრავს რა? სწორი თანგბილვა, პირისღრუს სწორი ჰიგიენა და რა თქმა უნდა ესთეტიკა. ჩვენი ფუნქციაც, ორთოდონტების ფუნქციაც სწორედ ამას წარმოადგენს, რომ გვქონდეს, მივიღოთ ესთეტიური ღიმილი, სრულფასოვანი, მოვახდინოთ ფუნქცია თანგბილვის სრულფასოვანი, იმიტომ რომ ღეჭვის კვერცხის ფუნქცია იყოს აღდგენილი და შემდეგ ამ ყველაფრის სტაბილურობას მივახცევთ. რაზე არის დამოკიდებული კბილის ემალის ფერი, როგორც სარძებე კბილების, ასევე შემდგომში ძირითადი კბილების, რომელიც იზრდება. რამდენად არის დამოკიდებული ეს იმაზე, თუ რას იღებს ორსულობის დროს ქალბატონი, თუ მაინც გენეტიკურ ფაქტორსაც აქვს ამ დროს. გენეტიკური ფაქტორი, ქალბატონი ნინო და ასევე გარკვეული პრეპარატები. ჰიპოპლაზიების განვითარებაში ტოქსიკური ორსულობაც განსაზღვრავს შემდგომ მინანქრის ქსოვილის სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე დაკავშირებული უფრო გენეტიკასთან. პოპულაციებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ კავკასიელებს გვაქვს ჯერ ვთქვათ თანგბილვა რომ არის ზედაყბა უფრო მასიური გვაქვს და ქვედა უფრო ჩამორჩება, ეს კავკასიელებს ის გვაქვს და მინანქარს რაც შეეხება არის ძირითადად არის თეთრი, ძალიან თეთრი მოყვითალო რომელიც არის და ჩვენ კავკასიელებს გვაქვს მოყვითალო მინანქარი. აი ესეთი როგორც აფროამერიკელებს აქვთ თეთრი მინანქარი, ესეთ ფერს ჩვენ ვერასოდეს ვერ მივიღებთ. ხშირად ამბობენ, როდესაც ითეთრებენ, რომ სასურველ ფერს ვერ იღებენ, იმიტომ რომ იმ ტონის იქით ფიზიკურად შეუძლებელია რომ გათეთრდეს, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკაში არ არის ეს პიგმენტი თვითონ. აღნიშნავ იმას, რომ სარძევე თანგბილვაში ხშირად მშობლები ამჩნევენ აღნიშნულ ჰიპოპლაზიებს. ჰიპოპლაზია შეიძლება მრავალი ტიპის იყოს, მოყვითალო მინანქარი კონდეს და ასე შემდეგ, ან თეთრი წერტილოვანი სხვადასხვა ფორმების სახით არსებობს, მაგრამ როდესაც მათ შვილებს ამოუვათ მუდმივი კბილები, იქ უკვე ადგილი აღარ კონდეს ჰიპოპლაზიის განვითარებას და მსგავსი კბილების განვითარებას. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოთლის კარიესის განვითარება, ანუ კბილის საკვების მიღება წლამდე და ასე შემდეგ, რომელსაც ახანგრძლივებენ, კარიესების განვითარების და მინანქრის დაზიანების ძალიან მაღალ რისკს ქმნის. და ესეც შემდგომ უკვე ყვავილთა სისტემის განვითარებას ძალიან გვაფერხებს. ასევე აქვე უნდა აღვნიშნოთ და ხაზი მინდა გაუსვა, თუ ნაადრევად მოხდება კბილების უგულებელყოფა, რომ ესა თუ ის სარძევე კბილი მაინც ამოსაღებია და მოდი ამას ჩვენ დავუბჟენთ, ეს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის სამომავლოდ ბავშვს. ყვავილთა სისტემის განვითარებაში. ანუ რა იგულისხმება? ყველა კბილს აქვს თავისი დრო განსაზღვრული, როდის რომელი კბილი უნდა ამოიჭრას. თუ ჩვენ ნაადრევად ჩავერევით და ჩავატარებთ ნაადრევ ექსტრაქციას, მეზობელი კბილები გადმოინაცვლებენ, იმიტომ რომ ეს ფენომენი ახასიათებს და შემდგომ დაკარგავს ადგილს კბილი ამოსასვლელად და აღარ ხდება სრულფასოვანი ამოჭრა. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემი 12 წლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში იმატა პაციენტებში სარძევე თანგბილვის პერიოდში, როდესაც ჩვენ ვიღებთ უკვე პანორამებს, თუ მუდმივი კბილის ზემოთ არსებობდა სარძევე კბილი და ეს ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივად ასე უნდა მოხდეს, მოდის იზრდება მუდმივი კბილი, აწვება სარძევე კბილს და გაიწოვება ფესვი და შემდეგ ან ბავშვი იღებდა, ან ახლობელი ეხმარებოდა და ასე შემდეგ და მუდმივი კბილი ამოიჭრებოდა. ამ ეტაპზე ამ საკითხს უკვე აღარ ხვდებით, ანუ ადგილი აქვს მუდმივი კბილი სხვა პოზიციაშია, სარძევე კბილის ფესვი და კბილის განვითარება სხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კვებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გადავედით ფარშირებულ საკვებზე, ძალიან რბილ საკვებზე და ბავშვებსაც არ აძალებენ მიიღონ ხილი და არ აძალებენ გაწურული, გატარებული და ფარშირებული სახით არის. ამიტომ პირველ რიგში იმისთვის, რომ ყვავილთა სისტემა ჩამოყალიბდეს, 2 წლის ასაკიდან უკვე რეკომენდებულია, რომ ვაშლი არათუ დაჭრილი, არამედ პირდაპირ იყოს მოკვეჩილი, ნებისმიერი ესეთი მაგარი საკვები, ბოსტნეული ხილი. თქვენ ბრძანეთ, რომ
სადღაც შეიძლება 12-13 წლის ასაკისთვის უკვე ხანდახან დაგვიანებული იყოს ამ პროცედურების ჩატარება და მაშინ ესე დავსვათ კითხვა რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ? აი, რა სიმპტომატიკა? ძირითადად, როგორც წესი, გვაკითხავენ მშობლები, როდესაც უკვე მოცვლილი აქვს ბავშვს სარძებელები და აი ამ პერიოდში ვიწყებთ პათოლოგიებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არსებობს რიგი პათოლოგიების, როდესაც დასრულებული აქვს ცვლად თანგბილვას პროცესი და უკვე ჩამოყალიბებულია მუდმივი თანგბილვა, დაგვიანებული შეიძლება იყოს და მარტო ჩვენზე არ არის ამ შემთხვევაში დამოკიდებული, უკვე საჭირო შეიძლება გახდეს ორთოგნათიული ქირურგიის ჩარევაც. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება და რეკომენდაცია, რომ პაციენტის მიყვანა მოხდეს 3 წლის ასაკიდან. რატომ? ამ შემთხვევაში ორთოდონტი რას აკეთებს? უბრალოდ ათვალიერებს ბავშვს, გარკვეულ სტრესს უხსნის, სავარძელში საუბრით გარემოს ეჩვევა ბავშვი, ხდება პირისყრუს დათვალიერება. ხშირად მშობლებს გამოეპარებათ ბიშეს ბალიშებიდან გამომდინარე, თუ როგორ ღეჭავს, ცალმხარეს ხომ არ ღეჭავს, იმიტომ რომ თუ ცალმხარეს ღეჭავს, შეიძლება სარძევე და მუდმივი კბილები ცალმხარეს იყოს გადანაცვლებული და ჩვენ ბიშეს ბალიშებიდან, პუტკუნა ლოყებიდან გამომდინარე ვერ შევამჩნიოთ ეს ყველაფერი და სამომავლოდ ჩვენ მივიღოთ ჯვარედინი თანგბილვა. ასევე უნდა მივაქციოთ მაწოვარას, თქვენ ახსენეთ, მაწოვარას გახანძრებული გამოყენება, თითის წოვა და ასე შემდეგ. ამას ხომ არ აქვს ადგილი. ამისი საპროფილაქტიკო აპარატები უკვე საბედნიეროდ არსებობს. ადრე არ არსებობდა, ეხლა უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის მაწოვარას ჩამანაცვლებელი სპეციალური ორთოდონტიული აპარატებიც კი არსებობს. მოკლედ, აი რამდენ საინტერესო ამბავს გეუბნებათ. ასევე 3 წლის ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ ფუნქციური ტიპის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ, აი თუ არის პირღეაობა, ხო, რომელიც არის აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ პირშიგნითა და პირგარეშე კუნთების წონასწორობის აღდგენას და რომელიც გვეხმარება უკვე ყბაკბილთა სისტემის ჩამოყალიბებაში. თქვენ ახსენებთ სიბზნის კბილები. რაღაცა თითქოს გებულობ, რომ ტენდენციად წამოვიდა, რომ სიბზნის კბილებს რეკომენდაციას უწევენ, რომ თავიდანვე ამოღებულ იქნას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სწორი მიდგომაა? პირველ რიგში ვთქვათ, რაში გვიშლიან ხელს ეს სიბზნის კბილები. როდესაც თანგბილვას ჩვენ ვასწორებთ, ზოგჯერ იმდენად ვიწროა ყბა, რომ ადგილი არ ყოფნის მერვე კბილს, რომ ადგილი დაიმკვიდროს და ამოიჭრას. ამიტომ ჩანასახშივე ხდება მათი ამოღება იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს ტკივილი არ გამოიწვიოს, ან სახსრისკენ არ იყოს მიმართული და ეს დისკომფორტი არ შეუქმნას პაციენტს. ამიტომ ამას ვაკეთებთ. გარკვეულ ქვეყნებში მერვე კბილს მინდა გითხრათ, რომ 7-8 წლის ასაკშიც კი იღებენ. ქვედაყბავისაც აქვს უფრო მკვეთრად განვითარებული. ჩანასახოვან ეტაპზე უღებენ, როდესაც არის 30 წლის ასაკში მორჩა ჩვენთან სიბზნის კბილების ამოსვლაც. გამიმწარა ცხოვრება, სადღაც წავიდოდი სამოგზაურო და იქ გადაწყვეტდა ეს ჩემი სიბზნის კბილები. მუდმივი მექანიკური მატრამვირებელი ფაქტორი თუ არის მერვე კბილი, ის არის პირდაპირ საექსტრაქციო. იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენ ავიცილოთ ონკოლოგიური გართულებები, რომ ეს არ იყოს მუდმივი მაცერაციით გამოწვეული და უამრავი პათოლოგია არ განვითარდეს ლორწოვანზე. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ჩვენება ამოღების თუ დგას არასწორად, ან ლორწოვანთან არის მიმართული და ატრავმირებს. ასევე შეიძლება იყოს, რომ თანგბილვის პირის დახურვის დროს მერვე კბილებზე პირველი კონტაქტი მოდიოდეს. ან დახურვის დროს პირველად ჯერ მერვეს ეხებოდეს, მერე სხვა დანარჩენს. თან რომ ამოწევ ამ ყველაფერს და ამიტომაც შეიძლება იყოს სხვადასხვა პოლიეტიოლოგიურია ეს საკითხი და პირველ რიგში უფრო მოზარდებში, ახლა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ლამაზი თაობა მოდის, ძალიან სწრაფადაც იზრდებიან და შესაბამისად აქსელერანტ ბავშვებში უფრო სწრაფად ამოდიან, ვიდრე მანამდე გვხდებოდა, ჩვენ თუ ვამბობდით რომ 18-დან 20 წლამდე ამოჭრის ვადებმა გადმოინაცვლათ და უფრო ნაადრევ ასაკში იკვეთება და ამას ყოველთვის გავდივართ ყბასახის ქირურგებთან, იმიტომ რომ ნაადრევ ჩარევასაც გარკვეული მიზეზები შეიძლება და გარკვეული პრობლემები შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. ქალბატონო მარიამ, მოდით ახლა გადავიდეთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე მიმართულებებზე სტომატოლოგიაში. რა ხდება? როგორ მკურნალობთ აი ამ პრობლემებს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ? პირველ რიგში სანამ მკურნალობა დაიწყება, მანამდე კეთდება დიაგნოსტირება. პირველ რიგში ხდება
3D ტომოგრაფიის გადაღება იქნება ეს თუ ცეფალოგრამის გადაღება, მოდელების ბიომეტრიული ანალიზი უნდა ჩატარდეს, ფოტოსურათებით გამოკვლევა უნდა მოხდეს და შემდეგ ამ ყველაფერს, როდესაც შევაჯამებთ, ხდება დიაგნოზის სრულფასოვანი დასმა, რის საფუძველზეც ხდება უკვე დიაგნოზის და მკურნალობის დაგეგმარება და აი ამის შემდეგ უკვე ხდება დაგეგმვა თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რომელი ტიპის აპარატები გამოვიყენოთ. აპარატების თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ამ ყველაფრისთვის. მთავარია დროზე მომართვიანობა მოხდეს პაციენტის და ზუსტად იქნეს დანახული მშობლის მხრიდან მათი მომართვიანობის საჭიროება და თუნდაც ეს იყოს პროფილაქტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არ არის ბრეკეტები მაინც და მაინც ერთადერთი გამოსავალი, რომ კალმაკბილთა სისტემა მოვიწესრიგოთ მხოლოდ და მხოლოდ ბრეკეტებით. უამრავი ტიპის აპარატი არსებობს, რომელმაც შეიძლება რომ საერთოდ აგვაცილოს ბრეკეტ სისტემა თავიდან. თუ ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ, ეს 3 წელი იქნება, 6 წელი იქნება, 5 წელი იქნება, 8 წელი იქნება, იმიტომ რომ 8 წლის ასაკში განსაკუთრებულად ვართ ხოლმე, აი უამრავი ტიპის აპარატია, რომელიც უკვე უშუალოდ 8 წლის ასაკიდან გამოიყენება და ქალბატონო მარია, ასეთი ტენდენციაც წამოვიდა, რომ არა მხოლოდ ბავშვთა ასაკში, არამედ ზრდასრულ ადამიანებში, ლამის ჩემხელებიც ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი საახლობლოში, რომელიც მიმართავს ამას და რითია ეს განპირობებული? მთელი ცხოვრება იცხოვრეს ესე 40-50 წელი და ძალიან ლამაზ კბილები გაქვთ და კიდე რაღაც ისწორებთ. რატო? აი რატო? თანკბილვიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სრულფასოვნად ვღეჭო, ეს როგორც კი შევამჩნიე, რომ ცალმხარეს დავიწყე ღეჭვა, მაშინვე მიმართე ჩემს კოლეგას და მაშინვე გავიკეთე ბრეკეტ სისტემა. დავიფიქსირე იმისთვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს და ღეჭვითი აქტი იყოს სრულფასოვანი და ჩემი კბილები მიმსახურონ მთელი ცხოვრება. აი ეს სტიგმა, რომელიც ადრე არსებობდა, რომ ჩვენ ასაკში უნდა მოვიყოთ კბილები და პროტეზირებით შემოვიფარგლოთ და დავასრულოთ ამით. დღესდღეობით თანამედროვე სტომატოლოგია ამის წინააღმდეგია, რა თქმა უნდა. ანუ მთავარი რა არის, როგორც მე გადაცემის დასაწყისში გითხარით, სწორი თანკბილვა, პირის სრულფასოვანი ჰიგიენა და თანკბილვას ასაკში რა მნიშვნელობა აქვს? იმისთვის, რომ ორთოპედიული კონსტრუქცია გაკეთდეს სრულფასოვანი და ლამაზი, ამისთვის აუცილებელია, რომ გავაკეთოთ ბრეკეტ სისტემა. იმიტომ რომ ზოგჯერ არ გამოდის თუ თანკბილთა რკალები არ არის სწორი სასურველი შედეგი, ის ჰოლივუდის ღემილი, რომელიც ადამიანი ფიქრობს, რომ აი მას მიიღებს, ეხა არა უშავს და საბომავლოდ მერე გავიკეთებ, ან იმპლანტს გავიკეთებ, ან ვინირებით შემოვიფარგლები და ორთოპედიული სხვადასხვა კონსტრუქციებით გავინებივრებ თავს, შეიძლება არ აღმოჩნდეს. საჭირო ხდება, რომ ჯერ მოწესრიგდეს თანკბილვა და გასწორებული თანკბილვის შემდეგ მოხდეს უკვე ორთოპედიული კონსტრუქციის დაფიქსირება. სანამ უკვე ესე უფრო ღრმად განვიხილავდეთ აი ამ ბრეკეტების სისტემას, მათ გამოყენების გზებს, მექანიზმებს, ხანგრძლივობას, ეფექტურობას, ჰიგიენა ვახსენეთ და რას მოიცავს პირის ღრუს ჰიგიენა, როგორ უნდა მოწესრიგდეს, რა ასაკიდან, რა საშუალებებით და სანამ ბრეკეტებს გაუკეთებს მექიმი პაციენტს, მანამდე რა წინა მოსამზადებელი პერიოდია გასავლელი და თუნდაც ბრეკეტების შემდგომ რა ჰიგიენის ნორმებს უნდა იცავდეს პაციენტი. დიახ. პირველ რიგში სანამ დაიწყება ორთოდონტიული მკურნალობა, მანამდე გადამისამართებულია თერაპევტთან, ეს ბავშვი იქნება ბავშვთა თერაპევტთან, პაროდონტოლოგთან და ასე შემდეგ. იმის საჭიროებიდან გამომდინარე, რასთან გვაქვს საქმე. თუ რაიმე კარიეს აქვს ადგილი, პირის სრულფასოვანი ჰიგიენა, პროფესიული წმენდა აუცილებელია ბრეკეტ სისტემის ფიქსაციამდე და შემდეგ ხდება უკვე ჩვენი ორთოდონტიული ჩართულობა. ბავშვები უძლებენ აი ამ წმენდის პროცედურას? დიახ, იმდენად მონდომებულები არიან ამ ბრეკეტ სისტემით, იმდენად მოდურიც კი გახდა, ძალიან მოწონთ, დიახ, რომ ალბათ ეს მისწრაფება შემდეგ და სურვილი ჯაბნის უკვე ამ დისკომფორტს. რამდენჯერ უნდა გაიხეხოს ადამიანმა კბილი, ბავშვმა მაგალითად, რა ტიპის ჯაგრისი უნდა გამოვიყენოთ,
მაგარი, ნახევრად რბილი, რომელი ჯობს რომელ ასაკში? რაც შეეხება ჯაგრისებს, ბავშვებთან განსაკუთრებით 6 თვის ასაკიდან უნდა დავიწყოთ ღრძილების დამუშავება, ნადების მოცილება და ასე შემდეგ უნდა მივაჩვიოთ. შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად უკვე ჯაგრისით შეგვიძლია. შეიძლება არ იყოს კბილის პასტა, უბრალოდ ეს ჩვევაში უნდა გადავიდეს. ეხლა ძალიან კარგი კბილის პასტები გამოვიდა საბავშვოს ნაირ-ნაირი გემოებით. დიახ, ნაირ-ნაირი გემოებით და ეხლა უკვე ამის ფუფუნება არსებობს. რაც შეეხება ჯაგრის და პირისყრუს წმენდას, მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაცია გვაწვდის, რომ ადგომისთანავე უნდა გავიწმინდოთ, შემდეგ საუზმის შემდეგ და ძილისდien. ეს არის ძირითადად სამი. თუმცა ჩვენ პაციენტებს ორჯერ მაინც, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს კულტურა ჯერჯერობით მაინც ბოლომდე ვერ დაინერგა მიუხედავად უამრავი სტომატოლოგის მცდელობის, მაინც გარკვეულწილად უჭირთ ჩვენს მოსახლეობას და პაციენტებს და სულ გვაქვს აი ამისი ამასთან ჭიდილი, რომ მაქსიმალურად რამდენი ხნის მანძილზე უნდა გაგრძელდეს კბილის გახესვის პროცედურა? არა ბავშვებში, ახლა ბავშვს 5 წუთი ვერ დააყენა. დიახ, დაახლოებით წუთნახევრიდან 2 წუთამდე ხდება გაწმენდა. რაც შეეხება ჯაგრის, მთელი მსოფლიო გადავიდა რბილ ჯაგრისზე უფროსებთან მიმართებაში, თუმცა რბილი ჯაგრისით წმენდას და ასევე ჯაგრისის შერჩევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგრამ მაინც დღესდღეობით მაინც ვუწევთ მედიუმი სიხისტის ჯაგრის, იმიტომ რომ რბილ ჯაგრის უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება და უფრო დიდხანს უნდა იხეხოს პაციენტმა, ვიდრე მედიუმი ჯაგრისის შემთხვევაში. ეს 1000 გვარი რაღაც ცავლებები როა, ეს მარკეტინგული ხრიკებია თუ საჭირო რაღაცა? არსებობს სავლების პასტის გარდა რომ კიდე რაღაცნაირი 1000 საშუალებები. სავლებს რაც შეეხება, არსებობს ყოველდღიური გამოყენების და არსებობს სპეციალურად დანიშნული სავლები. ასე ხელისაღებით რომ მოდიმე ამას გამოვივლებ და ასე ვიზავ და ისე ვიზავ, არ არის რეკომენდებული. აუცილებელია თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე ექიმა დანიშნოს, იმიტომ რომ თავისი ძალიან ბევრი როგორც დადებითი უნარჩვევები გაჩნია, ასევე გიორგი, მოდი ეხლა რეკლამის დროა ჩვენს გადაცემაში და აი ეს საინტერესო ბევრი კითხვა, რომელიც შენ კიდევ პასუხგაუცემელი გვაქვს დავსვათ გადაცემის მეორე ნაწილში. იმუნიტეტში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ორთოდონტულ პრობლემებზე. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით, ვაგრძელებთ მარიამთან ძალიან საინტერესო საუბარს. ვუბრუნდებით მარიამ ისევ იმ კითხვას, რაც ჰიგიენას შეეხება, სანამ დავაფიქსირებთ ბრეკეტებით ჩვენი პაციენტის, ასე ვთქვათ, პირისყრუს და კბილებს და აი როგორ ხდება შემდგომში მოვლა, იმიტომ რომ ასეთი შეკითხვა ხშირად უჩნდება ადამიანს. როდესაც ადგილი აქვს ჰიგიენას, პირველ რიგში სწორად უნდა შევარჩიოთ ჯაგრისი. ჯაგრისის ჭერის მანერასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ როგორ უნდა გვეჭიროს. არსებობს რიგი ჯაგრისები, როდესაც ჩვენ ხელის გულში ვითავსებთ მათ ტარს. თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტ ძალებს ვავითარებთ. თუ ადგილი აქვს სწორ ტარის მქონე ჯაგრის, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელში უნდა გვეჭიროს კალმის ტარისებურად. იმისთვის რომ ის იმ ძალების განვითარება, რაც პაროდონტზე უნდა განვითარდეს, ანუ ზემოდან ქვემოთ და ასევე ქვემოდან ზემოთ. დიახ, ის რაც უნდა განვითარდეს, იმ ძალებს ავითარებს და მეტის საშუალებას არ ვაძლევთ, როდესაც კალმის ტარისებურად გვიჭირავს ხელში. ნახეთ, კბილღრძილოვანი ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე ბრეკეტ სისტემის მქონე მატარებელ პაციენტებს. კბილღრძილოვანი, სადაც გვაქვს არე, ამ ადგილიდან ვიწყებთ ჩამომგველი მოძრაობებთან ერთად, ასევე წრიულ მოძრაობებსაც და ვითვლით ორ-ორი კბილი, ვთქვათ 10 ჩამომგველი მოძრაობა. შემდეგ მომდევნო ორი კბილი, შემდეგ მომდევნო ორი კბილი და ასე გავდივართ ბოლოში. ანალოგიურს ვაკეთებთ ასევე ქვედაყბაზე, როგორც ამომგველი, ასევე წრიული მოძრაობები. ესე იგი, რამდენი ხანია უკეთია პაციენტებს ბრეკეტი, რომ სასრული ბრეკეტ სისტემა უკეთიათ წელიწად ნახევარი, 2 წელი. წინა უკანა მიმართულებას ვახორციელებთ მხოლოდ საღერჯ ზედაპირს. შემდეგ შიდა ზედაპირები აუცილებლად უნდა გავწმინდოთ, ვისაც ენის საწმენდი არ აქვს. უნდა გარიცხოს ჯაგრისი და ჯაგრისით შეგვიძლია ასევე ენაც კარგად ჩამოვიწმინდოთ. რაც შეეხება ორთოდონტიული პაციენტების შემთხვევაში, კიდევ უშუალოდ არსებობს ორთოდონტიული ჯაგრისები. საბედნიეროდ დღეს უკვე შემოვიდა მედიუმი სიხისტის ჯაგრისები, რომელთაც აქვს ჩანაჭდევი და ეს ჩანაჭდევი უზრუნველყოფს იმას, რომ ბრეისები მოვათავსოთ შუაში და მოვახდინოთ სრულფასოვანი ჰიგიენა. დავახმაროთ ამ თვალსაზრისითაც და მოვახდინოთ ასევე როგორც ზედა მხარეს, ასევე შიდა
ზედაპირებიც კარგად გულდასმით გამოვიწმინდოთ. წინა ფრონტალური მიდამოებში აუცილებლად ესე უნდა გვეჭიროს. იცით, ზოგიერთ ჯაგრის აქვს რეზინის დაბოლოება. რაც შეეხება, ეს მე არ მიხსენებია, რატომ ორთოდონტიული კონსტრუქციების შემთხვევაში ამას არ ვიყენებთ, როდესაც გვაქვს მრავალმომენტიანი. ეს ითვლება, რომ არის ერთმომენტიანი ჯაგრისი, არსებობსორმომენტიანი, სამომენტიანი. თქვენ, როდესაც ადგილი აქვს ჯაგრულების ერთმანეთში გადასვლას, ეს გახლავთ რამდენიმე მომენტიანი, სხვადასხვა მიმართულებით არის, ეს ითვლება, რომ არისორმომენტიანი, სამომენტიანი და ასე შემდეგ. ეს სილიკონის გარკვეული ჯაგრულები, რომელიც არის, ეს გამოიყენება მასაჟორად, ღრძლების მასაჟისთვის, იმისთვის, რომ სისხლის მიმოქცევისთვის მიკროცირკულაცია იყოს სრულფასოვანი. ამიტომაც არის, რომ კბილღრძლოვანი ღარის დროს, როდესაც ბავშვებს უჭირთ, ხშირად ვეუბნებით, რომ ღრძლიდან ჩამოგავეთ და თუ ადგილი აქვს სისხლდენას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი, რომელიც მანამდე არასწორად იხეხავდა და ახდენდა წინაუკანა მიმართულებით გაწმენდას, ახდენს ნადების განვითარებას ღრძილის ქვეშ, ნადები ვითარდება, წარმოიქმნება სტაზი, რის შედეგადაც ეს შეგუბებული სისხლის სწორად როდესაც იწყებს ჩამოყვას, უკვე ეს სტაზი თავისუფლდება სტაზისგან ბავშვის პირისყრով და შესაბამისად უკვე ჯანსაღი ვარდისფერი ღრძილს ხვდებით რამდენიმე დღის შემდეგ. ამიტომ არ უნდა შეეშინდეს ბავშვს, როდესაც ის იწყებს უკვე სრულფასოვან ჰიგიენას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ასევე ბრეკეტ სისტემის შემთხვევაში მინდა ჩემი პრაქტიკული დაკვირვება გავუზიარო მაყურებელს, ვინც ბრეკეტ სისტემას ატარებს. თუ ჯაგრისის პირველ ეტაპზე, როდესაც მჭიდრო დგომა აქვს პაციენტს, ვიყენებთ მაგალითად 0.8 ჯაგრულებს აქვს სხვადასხვა ზომები. 0.8-ს, 0.9-ს, შემდეგ უკვე მკურნალობის მატებასთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ 1, 1 და 2, 1 და 3, ანუ რაც უფრო დიდია ღერძი, ანუ უფრო კარგად შედის და უფრო კარგად წმენს ბრეისების გარშემო 4-ვე მხარეს დაბინძურებულ არეებს გარშემო და ნადებს ძალიან კარგად აცილებს და ბიუაპკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. არის უამრავი სახეობის კუთხის ქვეშა, პირდაპირი და ასე შემდეგ. ანუ ზომებს ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. თქვენ ახსენებთ განსაზღვროს სავარაუდოდ ექიმი ორთოდონტი. ამას ექიმი ორთოდონტი განსაზღვრავს, დიახ. რაც შეეხება ინტრადენტალურ ჯაგრისებს, როდესაც ადგილი აქვს ხოლმე ღრძილებს შორის გატარებას, ამას უკვე პაროდონტოლოგი ნიშნავს. ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, ეს უნდა გაძომოს უშუალოდ პაროდონტოლოგმა და ორთოდონტიული ინტრადენტალური ჯაგრისის გამოყენება ღრძილებს შორის ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის რეკომენდებული. იმიტომ რომ აქ კიდე მე სხვა პათოლოგიები და პრობლემები პაროდონტის არ გავაჩინოთ. რაც შეეხება ფლოსის სწორ გამოყენებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ფლოსის სწორი გამოყენება დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის სრულიად საკმარისია. ბრეკეტ სისტემიან პაციენტებში და ანალოგიური ეხება ჩვეულებრივ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს რკალის ქვეშიდან შეგვიძლია რომ ამოვიტანოთ და შემდეგ საჩვენებელ თითზე ვიხვევთ ორივე მხარეს. ცერა თითებით ვაფიქსირებთ ძალიან პატარა მანძილს და ისე ვახდენთ გატარებას. აუცილებლად მცირე მანძილი უნდა იყოს ცერათითებით და კარგად უნდა დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ თუ გვექნება ცოტა უფრო შორს, ჩვენ დავატრამვირებთ ლორწოვანს ჩახტომის დროს, იმიტომ რომ შეიძლება ჩახტეს ღრძილის მიმართულებით და ამან დაატრამვიროს ლორწოვანი, რამაც კიდევ სხვა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ კონტროლი ჩვენი ცერათითებით უნდა მოხდეს იქვე ძალიან ახლოს. დედა მთელი ფილოსოფია უყურებ ახლა რომ დავიმახსოვროთ თანმიმდევრობა. რაზე არის დამოკიდებული მკურნალობის ხანგრძლივობა? თქვენ ახსენეთ წელიწად ნახევარი 2 წელი. დაზიანების ხარისზე თუ თვითონ რაღაცნაირად თვითონ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული? ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. მე მყოლია ჩვენი კოლეგა მაგალითად 50 წლის მამაკაცი, რომელსაც ორთოპედიული კონსტრუქციებისთვის ვამზადებდით და ყოფილა 15-20 წლის ბავშვი ანალოგიური პათოლოგიით, მაგრამ 50 წლის მამაკაცთან უფრო სწრაფად
დაგვისრულებია და მიგვიღია სასურველი შედეგი, ვიდრე 15 ან 20 წლის ასაკის ბავშვების ამას ძალიან შემთხვევაში. ინდივიდუალურია. პირველ რიგში რომ ინდივიდუალურია, ჩვენ არ ვიცით რას ვეხებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის რაც მაგალითად მე, როდესაც დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და რა სინდრომებთან გვქონდა შეხება და იმდენი სინდრომი ჩვენ არ გვისწავლია, რასაც უკვე დღესდღეობით ვაწყდებით, ან რას ვეხებით, ჩვენ ხო ფაქტიურად ზოგჯერ არც კი ვიცით. ძალიან ბევრი სხვადასხვა სინდრომიანი იმუნოდეფიციტური პაციენტები წამოვიდნენ, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კოლაბორაცია სხვა ექიმებთან ერთად და შემდეგ ერთად ჩამოვყალიბდეთ, რასთან გვაქვს საქმე და აი ეს ფაქტორებიც განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ძვლის მდგომარეობას და ასე შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობას ახლა რაც შეეხება, მარტივად რომ ავხსნა, რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ბრეკეტ სისტემა, ანუ გასწორება რას გულისხმობს? მორყევის ხარჯზე კბილების გადანაცვლებას. ანუ კბილი უნდა მოირყეს და გადანაცვლდეს. ბიომექანიკის ძირითადი პრინციპი გახლავთ, რომ თუ კბილი დგას თავის ფესვთან ერთად სხვა მიმართულებით, უნდა მოირყეს, გადმონაცვლდეს და აღდგეს. ანუ უნდა მოხდეს აპოზიცია, რეპოზიციის ფაზები უნდა გაიაროს ყბის ძვალში. ანუ ყბის ძვალში კბილის ფესვი ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში უნდა გადავიდეს. თქო, ჯერ უნდა მოირყეს, გადანაცვლდეს. ჩვენ ვავითარებთ ძალებს. და აი ამ ძალების განვითარებასთან ერთად პირველ რიგში, როდესაც ვახდენთ პირველი 6 თვის განმავლობაში ნიველირებას, უკვე თანამედროვე ტიპის ახლა მაღალ ტექნოლოგიურად დამუშავებული ბრეკეტ სისტემებიც გვიწყობენ ამ ყველაფერში ხელს და ჩვენი ხელმძღვანელობით დაახლოებით 6 თვეში გვირგვინების დაფიქსირებას ძალიან ლამაზ შედეგს ვიღებთ და ყველა ბედნიერია. თუმცა კბილის ფესვი ვერ ახდენს სრულფასოვან გადმონაცვლებას და ვერ მოყვება სათანადოდ და ამას კიდევ სჭირდება სხვა დრო. ის რომ თქვა ჩვენ მივიღეთ კარგი რეზულტატი 6 თვეში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა დასრულდა. როგორც კი ბრეკეტ სისტემას მოიხსნის, ფესვი აიძულებს, რომ ისევ სწორ პოზიციაში დაბრუნდეს და აი ამიტომ გვჭირდება ჩვენ დიდხანს დაყოვნება რკალების იმისთვის, რომ კბილის ფესვმა ყბის ძვალში მოასწროს პოზიციის შეცვლა. და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცით, რომ კბილები განიცდიან ფიზიოლოგიურ გადანაცვლებას და აი ამ ყველაფრის შენარჩუნებას სჭირდება დიდი ძალისხმევა. და როდესაც პაციენტი იწყებს უკვე მკურნალობას, პირველი რასაც ვეუბნები ხოლმე ეს არის, რომ მზად ხარ მთელი ცხოვრება შეინარჩუნო და ატარო კაპები და ყველა გაოცებული მიყურებს. მთელი ცხოვრება. დიახ, მთელი ცხოვრება. იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს სასურველი შედეგი. რა იგულისხმება ახლა მთელი ცხოვრების განმავლობაში? გამჭვირვალე ძალიან საყვარელი რაღაცაა. დიახ, აი რა იგულისხმება მაგალითად ამაში. 2 ღამეში ერთხელ მერე უკვე, როდესაც საუბარია მთელი ცხოვრებას ტარების შემთხვევაში, 3 ღამეში ერთხელ, 4 ღამეში ერთხელ, ამას უკვე ინდივიდუალურად ექიმი უნიშნავს. რამდენიმე ტიპის შემანარჩუნებელი აპარატი არსებობს ამ ყველაფრისთვის, რომელსაც და ხშირად სამწუხაროდ პაციენტები იკარგებიან, როდესაც ჩვენ ხსნით, ვიბარებთ 1 თვეში, 2 თვეში და მერე უკვე ავიწყდებათ. და როგორც კი რაღაცა გარკვეული პრობლემა შეექმნებათ, მაშინ მოდიან. ან უკვე ძალიან შორსწასული შემთხვევები, როდესაც აქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აღარ აკითხავენ ორთოდონტებს, თუ რაიმე ცვლილება შენიშნეს, დასაწყისშივე ორთოდონტ შეუძლია რომ გამოასწოროს. ესა თუ ის კბილის კუთხე არ მოსწონს ღიმილში რაღაცა ისი არ არის. თავიდან მოუწევს მთელი პროცედურის ჩატარება არ მოუწევს. ბრეკეტ სისტემის გაკეთება არ მოუწევს. აი ნუ როგორც კი დაინახავს არსებობს. არა, მე ვიძახი რომ მიუშვა პროცესი და არ. დიახ, თლად პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება, მაგრამ სასურველი შედეგი რაც მიიღო, რა თქმა უნდა, აღარ იქნება. გასაგებია, მე მგონი ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ გიორგი. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ყველაზე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა 3 წლის ასაკიდან მიყვანა 5 წლის ასაკისთვის და 6 წლის ასაკისთვის ჩვენ არ გვიხსენებია, აუცილებელია 6 წლის ასაკში, როდესაც უკვე მუდმივი კბილები ემზადებიან ამოსაჭრელად, ორთოპანტომოგრამის გადაღების შემთხვევაში ჩვენ უკვე გეგმავთ, როდის რომელი კბილი უნდა ამოვიღოთ. და როდესაც უკვე ორთოდონტი უგეგმავს, თუ რომელი კბილი რა დროს უნდა ამოიჭრას, ამ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ აპარატის გარეშეც კი მივიღოთ სასურველი თანგბილვა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასაწყისშივე გაკეთებული საქმე ყოველთვის უფრო სასურველი კარგი შედეგით თავდება. დიდი მადლობა ქალბატონ მარიამ. დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა და იმეც ვიტყოდი, რომ კიდევ გიხილავთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.